მოგესალმებით თანამემამულელო. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ჩამოგვეყალიბებინა ახალი ეროვნული ორგანიზაცია შავშუბლიანები. ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანია ევროპული და ლიბერალური ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლა და მათი განადგურება. აქვე გეტყვით, რომ დღეიდან ჩვენი ორგანიზაცია იპატრულებს თბილისის ქუჩებში და ყველა ადამიანი გაკონტროლდება. აბსოლუტურად ყველა კარგად მოვლილი მამაკაცი იქნება უმკაცრესად დასჯილი. ეს ქვეყანა ჩვენმა წინაპრებმა ბრძოლით და სისხლით იმიტომ არ მოიყვანეს აქამდე, რომ დღეს თბილისის ქუჩებში ლამაზად და მოვლილ მამაკაცებს ესეირნათ. ამავდროულად სახელმწიფოს მოუწოდეთ სასწრაფოდ დააფინანსოს სკოლიოზით დაავადებული მამაკაცების მკურნალობის სრული კურსი. რადგან მამაკაცებში ხერხემლის გამრუდება კარგად ვიცით ვისაც აწყობს. ახლა კი ჩვენი მოთხოვნები. მოვითხოთ მთავრობამ სასწრაფოდ შეიძინოს სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები, რომელიც წვიმის დროს ღრუბელს დაშლის და წვიმის გადაღების შემდეგ ცისარტყელას. აიგზავნოს ცაზე ცისარტყელას გამოსახვა, ან გამოისახოს ღამის 12 საათის შემდეგ, როცა ბავშვებს ზინავთ. აიგზავნოს ასევე ცირკი, სადაც მგელი არ არის, იქ არაფერი გვესაქმება. მოვითხოთ იმერული კილოდან ამოღებული იქნა შემდეგი სიტყვები: გეიარე, გეიხარე, გეიმარჯვე და ყველა ის სიტყვა, რაც გეიზე იწყება. ასევე ქართული გვარები და დაუყოვნებლივ იქნა ამოღებული ისეთი გვარი, როგორიცაა მამა გეიშვილი. და თუ რატომ ამას ჩემზე უკვე თვითონ გვარი გვეუბნება. ახალგაზრდებს ჩამოერთვათ სმარტფონები და მათ ნაცვლად დაურიგდეთ კრიალოსნები. კრიალოსნის სკროლვაც ჩვეულებრივად შეიძლება და რაც მთავარია, კრიალოსაში არ არის ტიკტოკები, ინტერნეტები და გარყნის სხვა საშუალებები. ასევე ჩვენ მოუწოდეთ მარკ ცუკერბერგს, რომ გააუქმოს საერთო ფეისბუქი და შეიქმნას ორი კაცების და ქალების ფეისბუქი. ხოლო ადმინად დაინიშნოს მამა ანდრია ჯაღმაიძე. მოვითხოთ აიგზავნოს ქართულ ზღაპრებში 9-თავიანი დევები. თუ თავი აქვთ 9 კაცმა არ იცის სხვა ორგანოები რამდენი ექნებათ. ასეთი ზღაპრები იმ თავითვე საფრთხეს უქმნის ქართველობას. უკიდურესად აუცილებელია ისეთ გამოცანებში, სადაც მდინარის მეორე ნაპირზე გადასაყვანია 2 კაცი და 1 თხა, პირველად არაფრით არ უნდა გადავიყვანოთ თხა. რადგან ეს 2 კაცი რომ ერთად დარჩება, არავინ იცის რას მოიმოქმედა. თუ რომელიმე მოქალაქე ჩვენ კანონებს არ დაემორჩილება, ჩვენ ვიმოქმედებთ შესაბამისად. ამიტომ შემდგომ არ მივიღებთ ისეთ მოწოდებებს, როგორიცაა არ იყო აგრესიული, იმას არ დაარტყა, ამას არ შეაგინო, ჟურნალისტს არ შეეხო, ისა, ესა, ბარე მაცრას გავიკეთებთ, არ გინდა? აგრეთვე აიგზავნოს ბანანი, კიტრი, სტაფილო და მსგავსი სექსუალური იდენტობის დამახასიათებელი ხილბოსტნეული. დაშვებული იქნეს მათი გამოყენება მხოლოდ დაბლენდერებულ მდგომარეობაში. და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი მოთხოვნაა აიგზავნოს არა მარტო წვრილი და არომატული სიგარეტი, არამედ აიგზავნოს ლაითი სიგარეტიც. ქართველი ლაითს არ უნდა ეწეოდეს. მხოლოდ ძლიერი სიგარეტია ჩვენი მხედრი. ლაითი რა, ნაზი ხარ, ბარე პომადა წაისვი. ამიტომ მოვითხოთ ყველა მოთხოვნა დაუყოვნებლივ იქნეს შესრულებული. სხვანაირად ჩვენ ვიმოქმედებთ. ასანთი ხო არა გაქვს მეგობრო? ასანთი რა რომ ასანთი მოვთხოვ, ვინ ახარ? იუზა? უნივერსიტეტში სწავლობ? დავამთავრე. გძელთმიანია და განათლებული უეჭველი გეია. დაიჭირე რა, მიდი, დაიჭირე. დაიჭირე, შეხედე რა ლამაზია, შეხედე. ეს ამყალი ეს, რატო დაიბადე ეს ლამაზი, შენ აწირალა. მიდი კოცონი შეაგდე. ოღონდ ცეცხლი არ წაუკიდეთ, სანამ კურთხევას არ მოგწეს მამა ანდრია ჯაღმაიძე. დაწვით მიდი.